მოგესალმებით, დავიწყოთ ბიზნეს ინსაიდერი, ტრადიციულად მნიშვნელოვანი ბიზნეს და ეკონომიკური სიახლეებით, შესაბამისად ანალიტიკით დღეს რამოდენიმე თემაზე ვისაუბრებთ, მაჩვენებლებზე, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა ინფლაციასთან დაკავშირებით, თუმცა მანამდე, ვიდრე მიმოვიხილავთ ანალიტიკურ ნაწილში ინფლაციის მაჩვენებლებს, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, სწორედ გუშინდელ დღეს საქართველოს სტუმრობდა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ბატონი ნიკოლ ფაშინიანი, საქართველოს სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათა შორისი კომისიის ხდომა გაიმართა, სადაც ბუნებრივია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს სამთავრობო დელეგაცია მონაწილეობდა, ისევე როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სომხეთის სამთავრობო დელეგაცია. არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნა განხილული, ხაზი გაესვა საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებს. სხვათა შორის პრემიერ ფაშინიანის მხრიდან აღინიშნა საქართველოს როლი კიდევ ერთხელ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მოწესრიგების საკითხში და ახლა უკვე დაკავშირებადობის გაძლიერების და უზრუნველყოფის ნაწილში. ასევე იყო არაერთი მიმართულებით საკმაოდ საინტერესო მსჯელობა, რომელიც შეეხებოდა სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებს. ცხადია კიდევ ერთხელ მით უმეტეს ამ ფონზე ყურადღება დაეთმო რეგიონში მშვიდობის საკითხებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის ქვეყნებმა განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა, პარტნიორობა და მეგობრობა, იმის როცა ხელი შეუწყონ მშვიდობას და სტაბილურობას, უნდა აღინიშნოს კიდევ ერთხელ საქართველოს როლი, ვინაიდან სწორედ ამ მთავრობათა შორისი კომისიამდე საქართველოს სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათა შორის კომისიის ხდომამდე ერთი დღით ადრე საქართველოს ეკონომიკის სამართლის განვითარების მინისტრი უკვე აზერბაიჯანში იმყოფებოდა, სადაც სწორედ შეხვდა პრეზიდენტ ალიევს, ისევე როგორც მონაწილეობდა უმნიშვნელოვანეს ფორუმზე, რომელიც შეეხებოდა სწორედ ენერგეტიკულ დერეფნის საკითხს, სადაც ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს, როგორც შუა დერეფნის მოწინავე წამყვანი ქვეყნის და კიდევ ერთხელ, როდესაც ფაქტიურად დღე-დღეზე მიყოლებით შედგა უმნიშვნელოვანესი ვიზიტი აზერბაიჯანში, შემდგომ უმასპინძლეთ სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ყველაფერი კიდევ ერთხელ ხაზს უსვავს საქართველოს როლს და მნიშვნელობას. თუმცა რომ დაუბრუნდეთ სწორედ სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს, ჩვენ შეგვიძლია ახლა მოვისმინოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის და სომხეთის პრემიერ-მინისტრის შეფასებები ვიზიტთან დაკავშირებულ საკითხებზე. შევხედავთ, რომ არის საკმაოდ რთული ვითარება შექმნილი ჩვენს გარშემო და მით უმეტეს ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება, ჩვენ გვაკავშირებს ისტორიული მეგობრობა ჩვენს ხალხებს შორის, ჩვენს ქვეყნებს შორის და ამას ეფუძნება სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც არის დამყარებული საქართველოსა და სომხეთს შორის. ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან მოხარული ვართ, რომ გვაქვს ძალიან მაღალი დონე ჩვენი თანამშრომლობის, თუმცა არსებობს ბუნებრივია მუდმივი ინტერესი, რომ კიდევ უფრო მეტად გავაღრმავოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა. მე მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და სომხეთს გადავუხადო მადლობა ჩვენი ეროვნული ინტერესების მხარდაჭერისთვის, პატივისცემისთვის. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი სავაჭრო ეკონომიკური პარტნიორობა, სავაჭრო დონის თვალსაზრისით სომხეთი არის საქართველოს პარტნიორების ათეულში, რაც შეეხება ტურისტს და ვიზიტორებს, ამ კუთხით სომხეთი სამეულში იკავებს ადგილს ჩვენი ქვეყნისთვის. ძალიან დადებითი დინამიკა რეგიონში თანამშრომლობის განვითარების კუთხით მოხარული ვართ და ამას ხაზი გავუსვით დღეს მთავრობათა შორის კომისიაზე, რომ ხელი მოეწერა ისტორიულ სამშვიდობო შეთანხმებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ეს დადებითი ტენდენციები ქმნის ძალიან კარგ საფუძველს იმისათვის, რომ ჩვენ ყველამ ერთად ვიზრუნოთ ჩვენი რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფაზე, უზრუნველყოთ მშვიდობა ჩვენს რეგიონში. ამ კონტექსტში კიდევ ერთხელ გვინდა გავუსვათ ჩვენს მსაუბას ხაზი, რომ ხელი შეუწყოთ რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, საქართველოს ძალისხმევას არ დაიშურებს. მნიშვნელოვანი ასპექტი ჩვენი დღის წესრიგის არის ის, რომ კიდევ უფრო უკეთესი ეკონომიკური შედეგები გვქონდეს. დღეს საუბარი გვქონდა ორმხრივ ეკონომიკურ, რეგიონულ და საერთაშორისო დღის წესრიგზე. ვისაუბრეთ, სად გვაქვს ყველაზე დიდი პოტენციალი თანამშრომლობის განვითარებისთვის. კიდევ ერთხელ მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლის, რადგან ამ დროის განმავლობაში მხარს უჭერს მშვიდობის პროცესს.
პირადად უჭერს მხარს სომხეთს და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის პროცესს. მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ და ვხედავთ. დღეს სომხეთი და აზერბაიჯანი აყალიბებენ ეკონომიკურ ურთიერთობებს და კავშირებს საქართველოს დახმარებით, საქართველოს ხელშეწყობით. ეს ნამდვილად შესაძლებელი ამბავია და ნამდვილად მადლობას გიხდით ამ ფასეული წვლილისთვის. ჩვენ პრემიერ-მინისტრების დონეზე გვქონდა საშუალება გვესაუბრა წარსულზე. მახარებს, რომ საერთაშორისო პლატფორმებზე სომხეთი და საქართველო აქტიურად თანამშრომლობენ. მნიშვნელოვნად მივიჩნევთ იმ ფაქტს, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, რათა რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობა არსებობდეს. მიმაჩნია, რომ ეს ნამდვილად არის ისტორიული შესაძლებლობა ჩვენი რეგიონისთვის და მინდა ვისურვო, რომ საქართველომ ასევე იქონიოს ხანგრძლივი მშვიდობა და მოაგვაროს ის საკითხები, რაც მისთვის აქტუალურია, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის კუთხით. დეტალური ინფორმაცია მივაწოდე ჩემს ქართველ კოლეგას იმის თაობაზე, თუ რა ხდება სომხეთში, რეგიონული საერთაშორისო დღის წესრიგის ფარგლებში. მე მას მოვახსენე თუ რა ხდება ტრამპის გზის საინვესტიციო პროექტის ფარგლებში, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის პროცესის და თურქეთთან ურთიერთობის პროცესში. ასევე მას მოვუყევი სომხეთსა და რუსეთს შორის არსებული ურთიერთობების შესახებ. მიმაჩნია, რომ ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს და გვამოძრავებს იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ჩვენი რეგიონი და ევროკავშირი ჰქვია. სომხეთ ევროკავშირის კონტექსტში საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია ჩვენთვის. ეს ის საკითხია, სადაც მომავალშიც ვითანამშრომლებთ და ხელშესახები შედეგები გვექნება. მართლა ძალიან მნიშვნელოვანი შეფასებები მოვისმინეთ ჩვენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან, ისევე როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრის მხრიდან, კიდევ ერთხელ საქართველოს სომხეთი მჭიდრო და სტრატეგიულად თანამშრომლობენ არა ერთ ფორმატში, არა ერთ კონტექსტში, ძალიან მალევე სწორედ მთავრობათა შორისი კომისიის ხდომის შემდგომ საკუთარ Facebook-ის გვერდზე ეკონომიკის ანდროიდი გამთავრების მიზნით გამოეხმაურა აღნიშნულ შეხვედრას მთლიანობაში, არა მხოლოდ შეხვედრას, არამედ მთლიანად კომისიის სხდომას და აღნიშნა, რომ აქცენტი გაკეთდა ეკონომიკის მიმართულებით მჭიდრო ურთიერთობაზე, დასახული იქნა არაერთი ახალი ინიციატივა და მათ შორის განისაზღვრა კონკრეტული განხორციელების გზები. ჩვენ შეგვიძლია ეკონომიკის ანდროიდი გამთავრების მინისტრის შეფასებას მოვისმინოთ ამ ნაწილში. ჩვენ დღეს მომწურავად ვისაუბრეთ იმ არსებულ შესაძლებლობებზე, სადაც კიდევ მეტია პოტენციალი ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, განსაკუთრებით ეს შეეხება ვაჭრობის მიმართულებას, ტურიზმის მიმართულებას, ტრანსპორტის და ლოგისტიკის მიმართულებას, ისევე როგორც ენერგეტიკის სექტორს. ჩვენ ამავდროულად დღეს დავსახეთ ძალიან კონკრეტული გეგმა, მათ შორის სამოქმედო გეგმას, თუ როგორ უნდა მოხდეს, მათ შორის ახალ სექტორებში, ისევე როგორც ტრადიციულ სექტორებში ჩვენი ძალების გაერთიანება, ბევრი მნიშვნელოვანი ახალი ინიციატივა გაჟღერდა და დაიგეგმა, რასაც მომდევნო პერიოდის განმავლობაში ჩვენს მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად უკვე აღსრულების მექანიზმებს გავააქტიურებთ. არაერთი ახალი ინიციატივა დაიგეგმა, ბუნებრივია, ცხადია ჩვენც ამ ახალი ინიციატივების გაშვებას მივყვებით, ვინაიდან კიდევ ერთხელ მიგვაჩნია, რომ არსებობს უდიდესი პოტენციალი გარდა იმისა, რომ ისედაც ძალიან მაღალ ნიშნულზე და მაღალ მაჩვენებელზეა საქართველოს და სომხეთის შორის ეკონომიკური, სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობა, კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ჩნდება იმ ახალ ინიციატივებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენს რეგიონში ხორციელდება და ასევე საქართველოს იმ პოზიტიური, ვიტყოდი ასე და ეს ჩემი შეფასება, იმ პოზიტიური ვალდებულებიდან გამომდინარე, რომ იყოს დამაკავშირებელი ევროპასა და აზიას შორის ბევრი მიმართულებით სავაჭრო ეკონომიკური, რომელიც ასევე მოიაზრებს ფართო ენერგეტიკულ კავშირებს. დიახ, საქართველოს ეს როლი აქვს, საქართველოს ამ როლის განხორციელება შეუძლია. დაუბრუნდეთ სწორედ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებს, ჩვენ გუშინ ასევე ვიხილეთ გამოქვეყნებული მაჩვენებლები ინფლაციასთან დაკავშირებით, სასურსათო პროდუქტის ფასებთან დაკავშირებით. უნდა აღინიშნოს, მთლიანობაში ინფლაცია არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აწუხებს. ვინაიდან ბევრი სპეკულაცია ხოლმე ინფლაციის ტერმინთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს, ბევრს ეს ლარის კურსის ცვალებადობაში ერევა და ხშირად სწორედ ლარის კურსის, მაგალითად დოლართან მიმართებაში ცვალებადობის ნაწილზე საუბრისას ტერმინს ინფლაციას ეკადემია, რაც აბსოლუტურად არასწორია. სინამდვილეში კიდევ ერთხელ ძალიან მარტივად ინფლაცია ნიშნავს პროდუქტებზე ფასების საყოველთაო რაოდენობის დასანკლების მაჩვენებელს, სწორედ ამას ვზომავ თავნაწილში, სწორედ პროდუქტებზე და იმ საქონელზე და მომსახურებაზე ჯამურად ვისაუბრებთ ახლა უფრო დეტალურად, რაც გავლენას ახდენს თითოეულ ჩვენგანის ცხოვრებაზე. სწორედ ფულად ნაწილში გამოხატულზე, ანუ ფასებში გამოხატულზე კიდევ უფრო ზუსტად ვთქვათ. ფასები ბიზნეს ინსაიდერისთვის აქტუალური საკითხია. ჩვენ ფაქტიურად ყველა წინა გადაცემაში გარკვეულწილად შევეხეთ ფასებთან დაკავშირებულ საკითხებს. ფასები
ბიზნეს ინსაიდერისთვის კიდევ უფრო მეტად აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც უისმინა საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასება და საქართველოს მთავრობის აქტიური ქმედება სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით. ხედავდით შესაბამის კომისიის ხდომებს, ხედავთ პროცესს, რომელმაც გადაინაცვლა პარლამენტში და კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გაუსვა, რომ ყურადღება მივაქციოთ ყველამ თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ინფლაციური საკითხების დეტალურად შესწავლას და ფასების ნაწილს. ვინაიდან ეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შეეხება. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ბუნებრივია სურს, რომ იყიდოს პროდუქცია იაფად და ამავდროულად ეს პროდუქცია პასუხობდეს ხარისხის აუცილებელ სტანდარტებს. მნიშვნელოვანია, რომ თვალყური ვადევნოთ ყოველთვის ტენდენციას თუ რა ხდება ამ თვალსაზრისით ჩვენს ქვეყანაში. უნდა დაუკვირდეთ ვითარებას, მათ შორის განისაზღვრა კონკრეტული პერიოდი, აპრილის დასაწყისი, როდესაც ფასების შემცირების გარკვეული ნაწილი და მაჩვენებლები უნდა მივიღოთ ჩვენ, თუმცა პროცესი განგრძობადია და მათ შორის მე ვიტყოდი ასე, რომ საზოგადოებამ მიიღო მეტი ინფორმაცია უკვე იმ პროცესებთან დაკავშირებით და იმ შესაძლო გავლენებთან თუ ზეგავლენებთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა მოქმედებდეს ფასებთან, მაგრამ კვლავ რომ დაუბრუნდეთ ინფლაციის მაჩვენებლებს, უნდა აღინიშნოთ, რომ ჯამური ტენდენცია, რომელიც ჩვენ გვაქვს, ჯამურად ინფლაცია, მიუხედავად იმისა, რომ რჩება გარკვეულწილად მაღალ მაჩვენებელზე, ვიდრე ეს არის ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელი და მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელი ეს არის 3%, მიუხედავად იმისა, რომ კვლავ მცირედით მაღალ მაჩვენებელზე რჩება, მიუხედავად ამისა, ინფლაცია განაგრძობს ბოლო პერიოდის განმავლობაში კლებას, ანუ კლების ტენდენცია აქვს ინფლაციას და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება. თუმცა შემოდის ერთი დიდი კითხვის ნიშანი და ეს დიდი კითხვის ნიშანი არის გარე ფაქტორები. თუ ჩვენ დავაკვირდებით გარე ფაქტორებს, გარე პროცესებს, ჩვენ ვსაუბრობდით ჩვენს წინა გადაცემებშიც, მათ შორის დაკავშირებულ ნავთობის ფასთან, რაზეც მთელი მსოფლიო დარდობს, მთელი მსოფლიოს ანალიტიკოსები მსჯელობენ, თუ როგორ იქნება ნავთობის ფასი, უფრო ზუსტად შემდგომ გვეცოდინება თუ რა ტენდენცია იქნება მთლიანობაში ინფლაციასთან დაკავშირებით. სხვა თანაბარ პირობებში კიდევ ერთხელ ინფლაცია საქართველოში კლებას განაგრძობს. ეს ნაწილი ვნახოთ პირველი დიაგრამა თუ შეიძლება და შემდგომ უკვე შევაფასებთ სხვა მხრივ ვითარებას. ეს არის წლიური ინფლაციის დეკომპოზიცია ამ შემთხვევაში თუ რა ახდენს გავლენას წლიური ინფლაციის ნაწილზე, რა ძირითადი მაჩვენებლები გვაქვს წლიური ინფლაციასთან დაკავშირებით და თუ შევხედავთ ვითარებას, შეიძლება აღინიშნოს, რომ ერთ-ერთი ყველაზე უფრო მსხვილი ნაწილი, რაც წლიური ინფლაციაზე გავლენას ახდენს, ეს არის სურსათთან დაკავშირებული ფასები, რომელიც ყვითელი დიაგრამით არის ამ შემთხვევაში გამოყოფილი. სურსათთან დაკავშირებული ფასები არის ყველაზე დიდი ნაწილი წლიური ინფლაციის ჭრილში პროდუქციასთან დაკავშირებით, ანუ უშუალოდ საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებით. შემდგომი დიაგრამა თუ შეიძლება, სადაც ჩვენ უფრო დეტალურად გავშლით ვითარებას, რომელიც დაკავშირებულია უშუალოდ თუ რომელ პროდუქტებთან დაკავშირებით, ანუ რომელ საქონლზე მომსახურების რომელ სახეობასთან დაკავშირებით იქნა ფასები უფრო მეტად შეცვლილი და აქ მინდა ყურადღება მივაქციოთ თვის ჭრილში არსებულ ვითარებას. პირველ რიგში მინდა მივაქციოთ ყურადღება 0.2%, ეს არის ინფლაციის დონე სულ, ანუ გასულ თვესთან შედარებით, ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ თებერვლის მაჩვენებელზე, 2026 წლის თებერვლის მაჩვენებელზე და ჩვენ ვსაუბრობთ იანვრის თვესთან შედარებით. იანვრის თვესთან შედარებით ინფლაციის მაჩვენებლები განისაზღვრა 0.2%. კიდევ ერთხელ ეს არის საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი, თუმცა მიუხედავად ამისა, რა მოხდა და რისგან შედგება ეს 0.2%-იანი მაჩვენებელი, ანუ რაზე გაიზარდა ფასები და რაზე შემცირდა ფასები გასული თვის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ანუ გასულ თვესთან შედარებით. პირველ რიგში მინდა აღვნიშნოს სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, რომელიც გვაქვს პირველ კითხვად გამოყოფილი. სურსათს და უალკოჰოლო სასმელებზე ჩვენ გვაქვს ფასების შემცირების ტენდენცია 0.13%, სწორედ აი ამ ნაწილს ასახავს. ანუ ყველაზე უფრო მეტად მოთხოვნადი და ყველაზე უფრო მეტად საჭირო, შეიძლება ასე ითქვას, არის სწორედ სურსათი და უალკოჰოლო სასმელები. კარგია, რომ აქ ჩვენ გვაქვს კლების ტენდენცია, გვაქვს შემცირების ტენდენცია ამ ნაწილში და ეს არის დაფიქსირებული კიდევ ერთხელ სწორედ იანვართან შედარებით. მაგრამ ზრდის ნაწილი, რაზეც გვაქვს დაფიქსირებული, ეს არის ალკოჰოლურ სასმელებთან დაკავშირებით, თამბაქოსთან დაკავშირებით, ეს არის მცირედი ზრდა ამ ნაწილში და ასევე შედარებით უფრო
მეტისდის კომპონენტი, რომელიც არის დაკავშირებული, ეს არის ტრანსპორტთან, რომელსაც ასევე მოსახლეობა ყოველდღიურად გამოიყენებს. თუმცა ტრანსპორტის ჭრილში მინდა უფრო დეტალურად ჩავშალო, ცოტა უფრო მეტად ტრანსპორტის ჭრილში იგულისხმება არა მხოლოდ გადაადგილებასთან დაკავშირებული ხარჯები, არამედ მათ შორის სერვისთან დაკავშირებული ხარჯები, რომელიც შესაძლოა ჭირდებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებად. ეს არის კიდევ ერთხელ ვითარება, რომელიც გვაჩვენებს კლების გარკვეულ მაჩვენებლებს, მაგრამ მინდა რომ კიდევ ერთი ბოლო დიაგრამა ვაჩვენოთ, რომელიც უკვე გვაჩვენებს დინამიკას ამ ყოველთვიური ინფლაციის ჭრილში და მინდა დავაკვირდეთ სწორედ ამ შემცირების ტენდენციას 2026 წლის ამ მაჩვენებლებს, რომელიც გვაჩვენებს 1.2-დან 0.2%-მდე ამ კლების ტენდენციას. ხედავთ რომ კლების ტენდენცია არის ამ კუთხით, იყო დაფიქსირებული მაღალი მაჩვენებელი, იყო ზრდის ტენდენცია ამ ჭრილში, მაგრამ თვის ჭრილში ჩვენ ხედავთ სწორედ ამ კლების ტენდენციას. სხვა თანაბარგებლობებში, როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ უფრო მეტად ველოდებით, რომ ინფლაცია განაგრძობს კლებას. არა ერთხელ ვახსენებთ ხოლმე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, არა ერთხელ ვახსენებთ სარეიტინგო სააგენტოებს, სტანდარტ & პურს მათ შორის ჩვენ არაერთხელ გამგვიხილია Moody's-ის შეფასება, თუმცა S&P-ის ნაწილი ასევე, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, მათ შორის სარეიტინგო სააგენტოების სრულად და მთავარი, რომელიც ამ კუთხით კიდევ უფრო მეტად საყურადღებო არის საერთაშორისო სავალუტო ფონდი. მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებაში აღნიშნულია, რომ ინფლაცია საქართველოში განაგრძობს კლებას. პროგნოზირების დამიხედვით, ანუ ჩვენ წესით მიმდინარე წელს უნდა გქონდეს ინფლაციის კლების ტენდენცია, ანუ ის მაჩვენებელი, რომელიც ჩვენი დიაგრამის ბოლო ნაწილზეა ამ შემთხვევაში ასახული, კლების ტენდენცია უნდა გაგრძელდეს. შესაბამისად, ინფლაცია, რომელიც ჯამში ახლა და ამ პერიოდში მცირედით აღემატება დაახლოებით 1.6%-იანი პუნქტით აღემატება ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს, ანუ 3%-იან მაჩვენებელს, მან უნდა დაიწყოს ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელსკენ სვლა, ანუ 3%-ისკენ სვლა და ეს სვლა დაწყებულია, თუმცა კიდევ ერთხელ სხვა თანაბარი პირობები. ხშირად ხوارობ ამ ტერმინს, სხვა თანაბარი პირობები, მაგრამ ეს ეკონომისტების საყვარელი ნათქვამი ამ ნაწილს და ხშირად ასახავს ეკონომიკის რეალობას, შეიძლება ასე ითქვას და სხვა თანაბარი პირობები, რომ საჭირო ნაწილია, ამას ადასტურებს ჩვენს გარშემო მიმდინარე პროცესები. ნავთობის ფასი არის ის ძირითადი ნაწილი, რომელსაც ხშირად შეცდომით უკავშირებენ მხოლოდ ჩვენს მიერ ნახსენებ წინა დიაგრამაზე გვქონდა ტრანსპორტის ფასებთან. არა, რა თქმა უნდა, როდესაც ლაპარაკია ნავთობის ფასის ცვლილებაზე, როდესაც ლაპარაკია ნავთობის ფასის გაძვირებაზე, ის ბევრ ფაქტორზე ახდენს გავლენას, მათ შორის დიახ, სწორედ პირველადი მოთხოვნილების საქონელზეც შესაძლოა პირდაპირი გავლენა ჰქონდეს. ვითარებას უნდა დავაკვირდეთ ამ კუთხით, საქართველოში ისე როგორც დაგეგმილია ეკონომიკური პოლიტიკა. საქართველოში ისე როგორც დაგეგმილია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, ყველაფერი მიდის იმ სტრუქტურით და იმ სქემით და იმ რეალობით, რომ ჩვენ მივიღებთ მაღალ ეკონომიკურ ზრდას. ამის შესახებ ასევე ვისაუბრეთ არაერთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის პროგნოზის თანახმად, ერთის მხრივ და მეორეს მხრივ მივიღებთ დაბალ ინფლაციას, ანუ მიზნობრივი მაჩვენებლისკენ სვლას. მაგრამ არის ფაქტორები, რომელიც ყველაფერი ჩვენზე არ არის დამოკიდებული. როცა ჩვენ საუბრობთ ინფლაციის გაზომვის მაჩვენებელზე, არ უნდა დავიწყოს, რომ ინფლაცია ჯამში შედგება სამი კომპონენტისგან, ეს არის ადგილობრივი ინფლაცია, ეს არის შერეული ინფლაცია და ეს არის იმპორტირებული ინფლაცია. იმპორტირებული ინფლაცია არის სწორედ იმ პროდუქტებზე, რომელსაც ჩვენ ყიდულობთ, შემოგვაქვს, არ ვაწარმოებთ და არანაირი ზეგავლენის მოხდენა ისეთი ღია ეკონომიკის პირობებში მithumetes როგორც საქართველოა ჩვენ ფასზე არ შეგვიძლია. ამიტომ საგარეო ფაქტორები ჩვენს გარშემო განვითარებული მოვლენები არის პირდაპირ კავშირში არა მხოლოდ ამ კუთხით უსაფრთხოებასთან, რასაც საომარი ვითარება ასტაბილურობა ქონდა, არამედ წმინდა ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებთან. ნახოთ, ცხადია ბიზნეს ინსაიდერი ყველა ტიპის ამოვლენას კიდევ უფრო დეტალურად მოიხილავს, როგორც ჩვენს შემდგომ გამოშვებებში, მათ შორის სხვა ჩვენ ვისაუბრებთ მიმდინარე ტენდენციებზე, მათ შორის გლობალურ ბაზრებზე არსებულ ვითარებაზე, რომელსაც კიდევ უფრო დეტალურად მიმოვიხილავთ. თუმცა, დღეს ვსაუბრობთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, სწორედ სტუმრის წარდგენის დროა ჩვენს ეთერში. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ საკითხზე, რომელიც შეეხება შინაურ ბინადარ ცხოველებს და ძალიან საინტერესო ისტორია მინდა გავიხსენო და ახლა ალბათ ძალიან ბევრი ჩვენი მაყურებელი ბიზნეს სექტორიდან მიხვდება რომ ამ ისტორიის თანამონაწილეა. ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელიც იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებული და
პანელზე ბრძანდებოდა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ბატონი სოსოფ ხაკაძე და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი ყობახიძე ერთ-ერთ კითხვაში ბიზნესმენების მხრიდან არც მეტი, არც ნაკლები საკითხი დაისვა ამ შემთხვევაში უპატრონო ძაღლებთან დაკავშირებით და გარკვეულწილად ესეთი აჟიოტაჟური, კარგი გაგებით, სრულად კარგი გაგებით, აჟიოტაჟური ნაწილიც კი გამოიწვია, რომ იყო ბიზნესმენებთან შეხვედრა, თუმცა უცებ საუბარი შეეხო ისეთ საკითხს, რომელიც უპატრონო ძაღლებს შეეხებოდა, სხვა შორის ძალიან კვალიფიციური პასუხი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან და ძალიან სწორი დაპირება და ახსნა რეფორმის თუ რასთან გვექნებოდა საქმე უახლოეს პერიოდში, როგორც ჩინაურ ბინადარ ცხოველებთან დაკავშირებით, ისე ჯამში ცხადია იმ უპატრონო ძაღლებთან დაკავშირებით, რომლებიც ქუჩაში არიან, ბიზნეს ინსაიდერისთვის და პირადად ჩემთვის ეს თემა კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ვინც ამ მხრიდან მიცნობს ამ ნაწილშიც დამეთანხმებას. შესაბამისად, დღეს ჩვენ სტუმრობა ვთხოვეთ საქართველოს გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს ბატონ ლაშა ავალიანს. ბატონ ლაშა, მოგესალმებით. მადლობას გიხდით ბიზნეს ინსაიდერში, მაესტროში მოგზანებისათვის და მართლაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვან საკითხზე გვინდა ვისაუბროთ. ძალიან მნიშვნელოვანი თემა, ვინაიდან საქართველოში ამ თემას რაც უფრო მეტად ჩაუღრმავდი და სხვაჩვენს თორსა პირველად დავინტერესდი აღმოვაჩინე რომ იმაზე მეტი ადამიანია ის ჩემი ბრალია რომ აქამდე არ ვიცნობდი ამ სიტუაციას იმაზე მეტი ადამიანია დაინტერესებული და დაადარდიანებული ზოგადად შინაურ ცხოველებთან დაკავშირებული ვითარებით საკითხებით მათ შორის გარეთ ეგრეთ წოდებული უპატრონო ძაღლებთან თუ კატებთან თუ ასე შემდეგ იმაზე მეტი ადამიანი ზრუნავს ფიქრობს და ედარდება ეს თემა ვიდრე წარმომედგინა და ჩემთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო აღმოვაჩინე თუ რამდენ ზრუნავს სახელმწიფო და რამდენ ინიციატივით გამოდის სახელმწიფო და რამდენია დისკუსია უშუალოდ ამ ადამიანთან მე ვახსენე იმისთვის რომ პროცესი მოწესრიგდეს და ამ მიმართულებით აუცილებლად მინდა გკითხოთ შესაბამისად მთავარი საკითხი შინაურ ბინადართა ცხოველთა შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე მათ შორის 2021 წლის 1 ივლისიდან იდენტიფიცირების ნაწილი რეგისტრაციის მონაცემთა ერთიანი ბაზა თუ შეგიძლიათ რომ აი დავიწყოთ ამ ნაწილის შეფასება და მივიჩიოთ კი ბატონო შევეცდები პირველ რიგში კიდევ ერთხელ მივესალმებით თქვენს მაყურებელს ძალიან დიდი მადლობა დროის დათმობისთვის რამე თუ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია თქვენ ახსენეთ უნდა ითქვას რომ გასულ წელს ივლისის თვეში მიღებული იქნა ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი კანონი რომელიც არეგულირებს ამ საკითხებს ქვეყნის დონეზე და ნამდვილად დაგეთანხმებით იმაში, რომ ძალიან ბევრი ადამიანი არის დაინტერესებული ცხოველების, შინაურ ბინადარი ცხოველების ბედით. თუმცა აქ უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოება ორ ნაწილად არის გაყოფილი, გარკვეულ ნაწილისთვის ეს საშიშროებას წარმოადგენს, მათ ეშინიათ ამ ცხოველების, გარკვეულ ნაწილისთვის პირიქით ეს არის სიყვარულის და მათი მოვლა შენახვის, ასე ვთქვათ, შინაგანი ვალდებულება. აქედან გამომდინარე ეს კანონი სწორედ ორივე მათგანს არეგულირებს ერთის მხრივ ეს საზოგადოების ეს ნაწილი, ეს ორივე ნაწილი ერთმანეთს ვერ თანხმდება, ბუნებრივია, თუმცა თანხმდებიან ერთ ყველაზე მთავარ საკითხს, რომ ქუჩაში ძაღლები და შემდგომ კატები არ უნდა იყოს. თუმცა მოდით ამ სიტყვებს უფრო ჩავაზუსტებ, რომ ამოგლეჯილი კონტექსტიდან არ იყოს. რა თქმა უნდა, ამაზე ყველა თანხმდებით, რომ არ უნდა იყოს, თუმცა დღევანდელი სამწუხარო არსებული მდგომარეობიდან აი იმ სასურველ და საოცნებო მდგომარეობამდე ბევრი გზა არის გასავლელი. სწორედ აი ამ გზების გავლის პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, აქტიობები არის დაგეგმილი არა კანონის, არამედ უკვე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ანუ მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულების სახით, რომელზეც უნდა ვისაუბროთ და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეს არის შინაურ ბინადარ ცხოველთა იდენტიფიკაცია, რეგისტრაცია. ჩვენ აქამდე 2012 წლიდან ეტაპობრივად განვახორციელეთ სხვადასხვა ცხოველების, ზოგადად ფერმის ცხოველებს შეეხებოდა, ეს იყო სრულფეხასაქონელი, წყვილფეხასაქონელი, ღორი, ფუტკარი, იდენტიფიკაცია, რეგისტრაცია გვაქვს ნორმატიული აქტი 493 მთავრობის დადგენილება, სადაც შედის ცვლილებები და ამას ემატება შინაურ ბინადარ ცხოველთა იდენტიფიკაცია, რეგისტრაცია, მოკლედ რომ გავსაზღვროთ, რას მოიცავს ეს. ეს არის ქვეყნის მასშტაბით ადგენს წესებს ცხოველთა იდენტიფიკაცია, რეგისტრაციის და ეს არის მაიდენტიფიკაციის საშუალებები, ამ შემთხვევაში მიკროჩიპი ან საჭდე, ანუ საყურე ნიშანი. მიკროჩიპი ამ შემთხვევაში პატრონიანი ცხოველების შემთხვევაში განიხილება, ხოლო საჭდე უკვე უპატრონო და მიკედლებული ცხოველების შემთხვევაში.
კი ბატონო, თუმცა ერთი მეორის არ გამოდის. კი ბატონო, აბსოლუტურად და აუცილებლად მინდა თქვენს დაწყებულ აზრს მიუბრუნდე, რომ ორ კატეგორიად იყოფა მართლაც ადამიანები, ვისაც ეშინია და ვინც განსაკუთრებულად ზრუნავს ამ პერიოდში და ვერ ხედავს ამ შიშის ფაქტორს. არიან კატეგორიის ადამიანები მაგ ნაწილში ვარ სადღაც, რომელსაც ძალიან მეშინო და ახლა ვერ ვიტყვი რომ ძალიან ზრუნავი ვერ მეთქი ხა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გადავინაცვლო იმ კატეგორიაში, სადაც არ ეშინიან და ცდილობს რომ ის მხარე დაიჭიროს, რომლებიც ზრუნავენ ამ კუთხით, მაგრამ ორივე აზრს ამ შემთხვევაში ორივეს ნაწილის მესმის, მით უმეტეს როდესაც ჩემ თავზე მაქვს გამოცდილი ეს ყოველივე, ყველა თან ხვდება დიახ. არ უნდა იყვნენ, ან მინიმალური რაოდენობა უნდა იყოს საწყის ეტაპზე, მაინც რაც შეგვიძლია. გარეთ ცხოველები იქნება ეს ძაღლი თუ კატა, ამ შემთხვევაში უფრო პოპულარულ ნაწილს რომ მივყვეთ და რა შეიძლება ამ კუთხით გამოვიდეს, რა შეიძლება ამ კუთხით გაკეთდეს. აქ როცა ვსაუბრობთ ხოლმე ამ საკითხზე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა შემოდის შემდეგი ნაწილი, რომ როცა ლაპარაკია მოშენებასთან დაკავშირებით საკითხზე, ხო? ანუ ხშირად არის რომ ეს მოშენების კონტროლი ვერ ხდება, აი რაღაცა უკონტროლობა, შესაბამისად ხდება ვიცი, გაყიდვაც, თუ არა გაყიდვა, შემდგომ ქუჩაში მიტოვება სწორედ ამ გაუკონტროლებელი მოშენებიდან გამომდინარე. აი ამ კუთხით რა იცვლება, ვინაიდან ყველაზე უფრო მტკივნეული ალბათ იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა უყურებენ, არის ძალიან პატარა უსური, მაგალითად ლეკვები დატოვებული არაერთ ლოკაციაზე, მხოლოდ თბილისის გარშემო რაიონებში საერთოდ წარმოდგენაც არ მინდა კი არა, წარმოდგენიდან ნანახი მოხდა, უბრალოდ აი გახსენებაც არ მინდა ხოლმე სურათების, რომელიც ჩვენს თვალწინ არის. პირველი კიდევ ერთხელ რომ დაუბრუნდეთ იმას ჩვენი საოცნებო მიზანს საზოგადოების ზოგადად პირველი ნაწილი ჩვენ ფოკუსი გვაქვს ჰიპერპოპულაციაზე, ანუ მომატებულ პოპულაციაზე და ჩვენ უნდა შევეცადოთ ყველა საზოგადოებამ, სახელმწიფომ, რომ ჰუმანური მეთოდებით მართოთ ჰიპერპოპულაცია. ამის მთელი რიგი საშუალებები არსებობს, რომელიც აპრობირებულია საერთაშორისო პრაქტიკით და ასევე ჩვენთანაც დაწყებული არაერთი წელია, თუმცა რა იცვლება, ეს იქნება ქვეყნის მასშტაბით. ამ შემთხვევაში აი მოდით კონკრეტულ მაგალითებზე რომ ვისაუბროთ. კი ბატონო, საზოგადოება ბოლომდე შეიძლება ყველა ვერაცნობიერებს იმას, რომ ქუჩაში არსებული უპატრონო ცხოველები, ეს უპატრონო ცხოველების გამრავლების შედეგი არ არის მხოლოდ. ეს არის მათ შორის პატრონიანი ცხოველების აბსოლუტურად მიერ მათი მიტოვების, გამოგდების, ვერ შენახვის და ბევრი მიზეზების გამო. ან დაუგეგმავი მაკეობის და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე საკითხი არის კომპლექსური და ჩვენ ორივე მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ, ერთი პატრონიან ცხოველებში და ამ მიმართულების სტერილიზაცია, კასტრაციის საყოველთაო მოთხოვნები უნდა შეიქმნას იმ გარკვეული გამონაკლისებით, რომელიც არის დაშვებული კანონის მიხედვით და ასევე უნდა ეტაპობრივად უნდა მოვახდინოთ უპატრონო ცხოველების სტერილიზაცია, კასტრაცია, იმის გამო რომ შევამციროთ ჰიპერპოპულაცია. ჰიპერპოპულაციის შემცირება და ეს პოპულაციის ეტაპობრივი და პირველი 3 წელი მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა იყოს და ესეც არის გათვალისწინებული, რომ რაც მოგცემს საშუალებას, რომ გარდამტეხი, ასე თქვათ, მომენტი შევქმნათ და წამოვიყვანოთ პოპულაცია შემცირებისკენ, რაღაცა პერიოდის შემდგომ დაუშვათ უკვე უფრო ადვილი იქნება ამ ცხოველებისთვის პატრონების მოძებნა მასიურად და მივიდეთ იმ სანუკვარ შედეგზე, რომელიც იქნება, რომ გარეთ ქუჩაში უპატრონო ცხოველი არ იქნება. კი ბატონო, ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია და კიდევ ერთხელ რასაც თქვენ ამბობთ, ჩვენ აქ რაღაცა ახალს და განსაკუთრებულს არ ვიგონებთ. მე მგონი ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა ამ კუთხით. აუცილებლად მინდა დაუბრუნდე ახლა, ასე ვთქვათ, მოშენების ნაწილს ამ შემთხვევაში, ამ კუთხით გაკონტროლება როგორ მოხდება, ვთქვათ, რამდენად ბერკეტები შეგვიძლია რომ ამ კუთხით ვამუშაოთ ეფექტურად კიდევ ერთხელ იმ ფარგლებში, რომელიც გვაქვს. კი ბატონო, ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხი არის ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე სადაო კიდე ძნელია რომელიმეზე თქვა, მაგრამ ესეც არის ესეთი. სადაო ალბათ ნაკლებად. ნუ, რა თქმა უნდა, საზოგადოების ნაწილისთვის თვალს ვადევნებთ, რა თქმა უნდა, უკავშირს ამ ნორმატიულ აქტებთან დაკავშირებით. ასევე კიდევ ერთხელ საზოგადოების გარკვეული ნაწილი სრულიად მიესალმება ამ ცვლილებებს და მესმის და საზოგადოების ნაწილისთვის გაუგებარია და სწორედ თქვენი საშუალებით და სხვა საშუალებებით ჩვენ გვინდა რომ ეს ინფორმაცია მივიტანოთ საზოგადოებამდე თუ რას განსაზღვრავს აღნიშნული ყველაფერი. ანუ მოდით კიდევ დაუბრუნდეთ კონკრეტული მაგალითებზე. მე პატრონეს ყავს ცხოველი, მას კონკრეტული დაუშვათ საკუთარი სურვილისგან გამომდინარე ყავს, თუმცა არ ფიქრობს მის გამრავლებაზე, არ აქვს განსაზღვრული თუ რას უზავს იმ ლეკვებს და ნუ ფაქტი დადგა. ამ შემთხვევაში ეს
განსაკუთრებით ისეთი მეტის ცხოველების, ანუ შერეული ჯიშის ცხოველების შემთხვევაში, რომლთა გაჩუქებაც თუ რეალიზაციაც პრობლემაა, ამ შემთხვევაში დგება ძალიან დიდი კითხვის ნიშანი. რა უყოს ამ ცხოველებს? ყავს ერთი ძაღლი, უნდოდა მას ყოლოდა ერთი ძაღლი პირობითად და ეხლა უცბად ყავს კიდევ 6 ლეკვი. აი სწორედ ეს ამის პრევენცია, რომ არ დადგეს ის მომენტი, როდესაც ვიცით ჩვენ არაერთი შემთხვევები ხომ, როდესაც, რა ვიცი, ტომარაში ჩაყრილი ლეკვები უნახავთ, ნაგავსაყრელი იქნება ეს თუ ქუჩაში თუ, რა ვიცი, კიდევ უარესი მდინარეში და ასე შემდეგ, ან უბრალოდ გამოუშვიათ გარეთ და ამ შემთხვევაში პასუხისგებლობა, ასე ვთქვათ, თავიდან მოუშორებიათ. სწორედ ამის საფუძველი იქნება პატრონის სტატუსის განსაზღვრა, შესაბამისად ცხოველების იდენტიფიკაცია, რეგისტრაცია, რომელიც სავალდებულო შემოდის ეტაპობრივად, რის შემდეგადაც უკვე სტერილიზაცია, კასტრაციის ვალდებულება. ანუ შესაბამისად მეპატრონე, რომელსაც მას ფლობელობაში ეყოლება ამ შემთხვევაში ცხოველი, ის ვალდებული იქნება, რომ ამ ცხოველს ჩაუტაროს სტერილიზაცია, კასტრაცია იმ შემთხვევაში, იმ გამონაკლის შემთხვევაში, თუ ეს არის აღწარმოებისთვის, ანუ ჯიშიანი ცხოველი, გამრავლებისთვის, სხვადასხვა შეჯიბრებებში მონაწილეობის თუ ასე შემდეგ. ეს ისევ და ისევ მსოფლიო პრაქტიკა არის, ანუ ბევრი ისეთ ქვეყანაში, სადაც ეს პრობლემა აღარ დგას რეალურად, სწორედ აი ამ ნაბიჯებით მიაღწიეს, როდესაც პატრონს განუსაზღვრეს, შენ რისთვის ყავს ეს ცხოველი, თუ ცხოველი ყავს კონკრეტული მიზნისთვის, რომ ეს დაუშვათ გამოფენებში მიიღოს მონაწილეობა და ამის ჯიშის მახასიათებელი აძლევს საშუალებას, კი ბატონო, ამ შემთხვევაში გათვალისწინებული არის იმ სტერილიზაცია, კასტრაციის, თქვათ, გამონაკლისი, ან მომშენებელი, ამ შემთხვევაში ფიზიკური პირი, რომელიც სპეციალურად მოაშენებს ამ ცხოველებს, შექმნის შესაბამის გარემოს და ესეთი ცხოველები, ანუ ჩვენი მიზანია, რომ როგორც სარეალიზაციო, ასევე განსაკუთრებით გასაჩუქებელი ან გარეთ გაგდები, მოდი ამ სიტყვას ვიხმართ, ცხოველების რაოდენობა შევამციროთ, იმიტომ რომ დანარჩენი ცხოველები უკვე იშვილონ, მოდი ამ სიტყვასაც ვიხმარ, იშვილონ სხვებმა, რომლებმაც დღეს ვერ ერევიან უბრალოდ იმ რაოდენობას, რომელიც არის ჰიპერპოპულაციიდან გამომდინარე. სწორედ ამისი კონტროლი იქნება, თუ რამდენად ეს პატრონიანი ცხოველი არის სტერილიზებული, კასტრირებული, სქესიდან გამომდინარე და პირველ ცხოველსაც რამდენად არის იდენტიფიცირებული. იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა თქვა იმ პროგრამის მიხედვით, რომელიც აი როგორ უნდა მოხდეს ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. პირველი და პირველი კანონით ეს არის მეპატრონის ვალდებულება. თუმცა ვინაიდან დღის მდგომარეობით ჩვენ გვაქვს დიდი სურვილი რომ დავეხმაროთ მეპატრონეებს აი ეს ნორმატიული აქტები ასე ვთქვათ შესაბამისობაში მოიყვანონ თავისი მდგომარეობა ნორმატიულ აქტებთან ჩვენ გვაქვს სპეციალური პროგრამა რომელიც დაიწყება მიმდინარე წლიდან და იქნება 3 წლიან ეტაპად რომელიც ითვალისწინებს პირველი 2 წლის განმავლობაში მასიურად ცხოველების იდენტიფიკაცია რეგისტრაციას უფასოდ. ცოფის ვაქცინაციის პარალელურად ქვეყნის მასშტაბით მოხდება ცხოველების მიკროჩიპირება. შესაბამისად ეს იქნება უფასო, ანუ მეპატრონეს ამ ეტაპზე მას აქვს კარგი შესაძლებლობა რომ ისარგებლოს ამ მომენტით და უფასოდ მიიღოს ეს ასე ვთქვათ მომსახურება დავარქვათ რეალურად ის რაც მისი ვალდებულება არის. ამის შემდგომ უკვე ამასთან ერთად როდესაც სტერილიზაცია, კასტრაცია ამოქმედება, უკვე ცხოველების პოპულაციის შემცირების ფონზე ეს პრობლემაც ნაკლებად იქნება. თუმცა ეს ვალდებულება რა თქმა უნდა დარჩება და შემდგომ წლებში მეპატრონეს ექნება ვალდებულება, რომ მისი ცხოველი ის აიყვანს იქნება ამ შემთხვევაში თუ აღწარმოების შედეგად მიიღებს, იყოს იდენტიფიცირებული და აქ შემოდის მთელი რიგი შეზღუდვები, მათ შორის რომ ეს პროცესი წარმატებულად განხორციელდეს. ერთის ხელით რომ ჩვენ ვეხმარებით ამ პროცესს, უფასო რა თქმა უნდა ეს არის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, მაგრამ მეორეს მხრივ გარკვეული შეზღუდვები წესდება, სწორედ იმ მიზნით რომ უბიძგოთ მეპატრონე, რომ მოექცეს იმ საკანონმდებლო ჩარჩოებში. მათ შორის მაგალითად კლინიკებში, გრუმინგ სალონებში და ასე შემდეგ მომსახურეობის მიღება. რა თქმა უნდა, გადაუდებელი მომსახურება კლინიკების შემთხვევაში არ განიხილება, მაგრამ კლინიკებს ექნებათ ვალდებულება მიმდინარე წლიდან, რომ მისული ცხოველი, რომელსაც უნდა ჩაუტარონ გარკვეული манипуляცია, უნდა იყოს იდენტიფიცირებული და რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თუ არ არის, მათ უნდა მოახდინონ ჯერ იდენტიფიცირება
და შემდგომ უკვე ჩაუტარონ მანიპულაცია, კიდევ როგორც გითხარით, გამონაკლისი იქნება გადაუდებელი შემთხვევები. კი ბატონო, ეს ნაწილი, რომელიც ახსენეთ იგივე გრუმინგის შემთხვევაში ობიექტებს ეს დავალდებულებული იქნებიან ობიექტები ამ კუთხით, ეს არის კარგი გაგებით ეფექტური კონტროლის მექანიზმი იმ აღსრულების ნაწილში, რომელიც აქ გვაქვს შემოტანილი. მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ ერთი კითხვა და ერთი მოსაზრება მაქვს პრინციპში. ერთი მოსაზრება იმაზე, რომ ჯამში ჩვენ ვიღებთ ძალიან დიდ ერთიან ბაზას, რითიც ძალიან ვამცირებთ მინიმუმამდე დაყვავს და განულებაა, ასე ვთქვათ, იდეალური მიზანი, არაიდენტიფიცირებული, ასე ვთქვათ, ძალიან კატა პირობითა ცხოველების, რომელიც შეიძლება კი ბატონო, შინაური ბინადარი ცხოველი, რომელიც შეიძლება იყოს არაიდენტიფიცირებული, ფაქტორად მინიმუმად დაყვავს. მაგრამ ამავდროულად, უფრო მოსახლეობისთვის კიდევ უფრო გასაგებ ენაზე რო ვთქვათ, კლავ ადამიანი რომელიც ამბობს რომ მოშენების ანუ საჯიშეთ ჭირდება ვთქვათ ეს ყველაფერი ან შეჯიბრებით მას რამე სპეციალური ლიცენზია ესაჭიროება რაიმე სპეციალური პროგრამა ამ კუთხით თუ როგორ ხდება გამიჯნა იმისთვის რომ ხრელი არ აღმოჩნდეს სადმე რომელიც მის ასე ვთქვათ სხვა ქცევას გაამართლებს არაკეთის იდენტიერ ქცევას გაამართლებს როგორც გითხარით მოშენება ცხოველების მოშენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მომშენებლების ანუ ამ შემთხვევაში ეს არის რაღაც სპეციალური დიახ რომლებიც უნდა დარეგისტრირდნენ ესენი იქნებიან კონტროლქვემდებარე ობიექტები ამ შემთხვევაში გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტო გააკონტროლებს ამას ადგილობრივ თვითმმართველობასთან შესაბამისად ასე ვთქვათ მარეგულირებელი ყავს დიახ რომელიც ამ შემთხვევაში უკვე თვითონ განსაზღვრავს სარეალიზაციოდ განკუთვნილ ასე ვთქვათ სახეობას და მოახდენს მათ რეალიზაციას თუმცა იქნება ჩარჩოებში მოქცეული რა თქმა უნდა არ განთავისუფლდება ის იდენტიფიკაცია რეგისტრაციისგან ან ყველა ცხოველი აპრიორში ნებისმიერ შემთხვევაში ეს ეხება ყველას კი რა თქმა უნდა ნუ როცა ვსაუბრობთ ჩინაურ ბინადარ ცხოველებზე რა თქმა უნდა ჩვენ პირველ ეტაპზე სწორება გვაქვს მთელ რიგ საკითხებში ძაღლებზე იმიტომ რომ ეს უფრო მნიშვნელოვანია და ასე დაიწყო ყველა ქვეყანამ თუმცა შინაარსობრივად მოიაზრება ასევე კატებიც თუმცა კატებთან მიმართებაში აი ეს მასიური პროგრამები რომელიც არის იდენტიფიკაცია რეგისტრაცია სტერილიზაცია კასტრაცია უკვე უფრო შემდგომ ეტაპებზე შემოვა ყოველგვარი ისეთი მეცნიერული კვლევების გარეშეც ვიზუალურათაც დაკვირვებითაც ჩანს რომ ძაღლებთან დაკავშირებით ეს პრობლემა. მხოლოდ იგივე აი მაგალითისთვის შეგვიძლია დაავადებებთან მიმართებაშიც ვისაუბროთ, რომელიც მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში აი ცოფი, რომელიც როგორც ვეტერინარული მიმართულებით, ასევე ჯანდაცვის მიმართულებით ერთ-ერთი უმთავრესი დაავადება, აქაც ყოველთვის ჩვენ ინდიკატორული ცხოველი არის ძაღლი. კი ბატონო. რომელიც პირდაპირ უფრო არის ამ დაავადების ყველაზე უფრო ასე ვთქვათ მასიური პოტენციური გამავრცელებელი. შემთხვევების რაოდენობაც რომ შევაფასოთ ძაღლებსა და კატებში როგორც საქართველოში ასევე მთელ მსოფლიოში ახლოსაც ვერ მოვა რა თქმა უნდა და ასე შემდეგ. კი ბატონო, ვოცნებობ ისეთ პერიოდზე, როდესაც ზეგან თქვენ აღნიშნეთ რომ იქნება ისეთ ტიპის დეფიციტი რომ ქუჩიდან აყვანა დარჩენილების აყვანა იქნება ესეთი საჭიროება და აუცილებლობა მათ ვისაც ჩინაური ცხოველი უყვარს და არა მაინც და მაინც სიამოვნებით შემოგერთებით მაგ ოცნებაში. კი ბატონო, ესე იგი ჩემი ოცნებიდან ორი ნაწილი უკვე ეს ჩემი სამი ძაღლიდან ორი ზუსტად ამ და მინდა ვთქვა რომ ეს ფანტასტიკური რამ არის და სხვანაირი სიყვარული შეუძლიათ ქუჩიდან ამ შემთხვევაში კატის კი ბატონო, აი ძალიან კარგია რომ საერთო ნაწილს და ბოლოს მინდა კითხოთ, დამატებით ხომ არ შეგვიძლია რაიმე ტიპის ვადებთან დაკავშირებით ვისაუბროთ, გარდა იმისა, რაც არის მოცემული, აი რა პერიოდში ველოდებით აი პირველ შედეგებს, ასე ვთქვათ, დამაიმედებელს ორივე მხარეს რომ ვისაც ეშინია და ვისაც უყვარს ორივე მხარეს რომ მოეწოდება. ანუ მოდით პირველი რა თქმა უნდა ეს ხანგრძლივი პროცესია და არავის არ უნდა კონდეს ეს მოლოდინი რომ ეს რაღაცა ორ თვეში მოგვარდება, ხო, პირობითად. მიმდინარე წლიდან დაიწყება გაზაფხულიდან უკვე ჩვენ პრაქტიკულად ახლა საუბრობთ ეს ღონისძიებები უკვე მიმდინარეობს აქ მოსამზადებელ ღონისძიებებს საუბრობ ასევე იმ ცენტრალიზებული ელექტრონული პროგრამის შექმნა სადაც ეს მონაცემთა ბაზა ახსენეთ თქვენ სადაც თავს მოიყრის ასევე დეტალურად არის განსაზღვრული სპეციალისტების რაოდენობა, ასევე აუცილებლად უნდა ვახსენოთ თავშესაფრების საკითხი. კი ბატონო, თავშესაფრები. ქვეყნის მასშტაბით იგეგმება დამატებით 3 თავშესაფრის რეგიონულ დონეზე ინტრამუნიციპალური თავშესაფრის შენებლობა და ასევე 3 არსებული თავშესაფრის მოდერნიზაცია, უფრო მათი წარმადობის გაზრდა. რომელიც დაიწყება მიმდინარე წლიდან, ანუ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება. მეორე აუცილებლად უნდა ვახსენოთ, რომ დახმარების პროგრამა, ასე ვთქვათ, მე ესე დავარქმევდი, უფასო იდენტიფიკაცია რეგისტრაციის გარდა მოიცავს გარკვეული რაოდენობის პატრონიანი ცხოველების, ამ შემთხვევაში ძაღლების
სტერილიზაციას, რომელიც იქნება ასევე უფასო, შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტით დაიფარება. ეს იქნება უკვე კონტრაქტის საფუძველზე კერძო ვეტერინარულ დაწესებულებებთან. ფიზიკურად რა თქმა უნდა და ასევე იქნება უკვე უპატრონო ცხოველების სტერილიზაცია, კასტრაცია. ეს 4 ძირითადი აქტივობა, რომელიც დაიწყება იმდინარე წლიდან უახლოეს პერიოდში და გაგრძელდება ამ ფორმით და აი ამ შინაარსით ამ ნორმატიული აქტებით განსაზღვრული გაგრძელდება 3 წლის განმავლობაში, რომელიც გვაჩვენებს ამ ასე ვთქვათ ტრენდს და შესაბამისად უკვე მოხდება შესაბამისი ცვლილებები ან მოკლედ ცვლილებების ავარაუდოთ, იმიტომ რომ ეს დაგვანახებს პირველი წელი დაგვანახებს ბევრ საკითხს. კი ბატონო, მართლაც ბევრ საკითხს დაგვანახებს, სწორად აღნიშნეთ, პირველივე წელი და ცხადია, არ არის მარტივი პროცესი, ასევე არ არის სწრაფი პროცესი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილება შეიძლება თქვენ მიღებული იქნა და ეს პროცესი არის დაწყებული. მადლობა ამისთვის და ჩვენ ძალიან დიდი სიამოვნებით Business Insider-ის ყველა პლატფორმაზე განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმოთ პროცესს. ძალიან დიდი მადლობა. ერთ საუბრისად თქვენის ნებართვით. ასეთი მასშტაბური ღონისძიებები თავისი როგორც ფინანსური, ისევე ადმინისტრირების თვალსაზრისით და ასევე გადაწყვეტილებების თვალსაზრისით, რა ვიცი, რა თქმა უნდა, არ განხორციელებულა. ეს არის 3 წლიანი ინტენსიური პროგრამა, ჯამურად არის 35 მილიონი ლარი გათვალისწინებული. ამაში შედის მშენებლობები, სატრანსპორტო საშუალებები, სპეციალისტების ასე თქვათ კონტრაქტ ხელშეკრულებების თანხები, ასევე უცხოელი ექსპერტის მომსახურეობა, ნებისმიერი სახის ინფრასტრუქტურული თუ სამედიცინო პრეპარატები და ასე შემდეგ. ანუ ამ შემთხვევაში სახელმწიფო ფაქტიურად სრულად იღებს ამ ვალდებულებას აი ამ პროცესის ბირთვის დაძვრისთვის. თუმცა კიდევ ერთხელ ეს უპირველესად ეს არის მეპატრონის ვალდებულება და ამითი მოდით პირიქით, დავჯდებით და დაველოდებით ასე თქვათ სახელმწიფოს ქმედებებს მხოლოდ, იმიტომ რომ ეს არის მეპატრონის ვალდებულება, კიდევ ერთხელ ვისარგებლეთ თქვენ ეთერით და ასე პირიქით ითანამშრომლონ სახელმწიფოსთან, რომ ჩაერთონ ზუსტად იმ უფასო პროგრამებში, რათა მერე თავისი თანხების დახარჯვა აღარ მოუწიოთ. ეს თანხებიც ბუნებრივია და ეს რესურსებიც განსაზღვრულია, ამიტომ პირიქით, რაც უფრო ითანამშრომლებს ნებისმიერ ეს საზოგადოება იქნება დაინტერესებული პირები საზოგადოებასთან, რომ ეს პროცესი წავიდეს, მე მგონი გვაქვს ისტორიული მომენტი, რომ ჩვენ გარდატეხვა შევიტანოთ ამ ყველაფერში, რომ შემდგომ უფრო და უფრო გაადვილდეს ეს პროცესები. 100%-ით გეთანხმებით 100%-ით და მინდა ცალსახად აღვნიშნო, რომ ეს არის მართლაც კარგი სიტყვა ეხმარით ისტორიული გადაწყვეტილება სახელმწიფოს მხრიდან და ეს არის ისტორიული შესაძლებლობა სახელმწიფო კერძო სექტორის ეფექტური თანამშრომლობის. ვინაიდან ეს არის ის საკითხი, რომელიც მართლაც მოსახლეობის 100%-ს აწუხებს და კვლავ თქვენ დაგესესხებით, ვიღაცას აწუხებს პოზიტიურად, ვიღაცას აწუხებს ნეგატიურად, მაგრამ ყველას აწუხებს. მე მოდით ესე არ ვიტყოდი ნეგატიურად, ყველას თავისი მიზეზით, ან ვიღაცას ეშინია და ნეგატივი ვიღაცას პირიქით უყვარს და ეცოდება ვთქვათ ამ კუთხით, მაგრამ ის რომ ადამიანი არის, რომელსაც ეს საკითხი არ აწუხებს, ფაქტურად არ ვიცი ეს ნაწილი და სახელმწიფო გვაძლევს ეხლა შესაძლებლობას აი ამ ესეთი სწორი თანამშრომლობის. მადლობა ამისთვის და კიდევ ერთხელ მაქსიმალურად იქნებით ამ პროცესში ჩვენი მხრიდან ჩართულები. დღეს Business Insider-ი ამით დასრულებულია. განსხვავებული Business Insider-ი გქონდა ამ ჭილში, მაგრამ ამ თემას Business Insider-ი აუცილებლად მიყვება დეტალურად. კიდევ ერთხელ ჩვენს პლატფორმებზე ხშირად ნახავთ, სწორედ შინაურებიდან და ცხოვრებთან დაკავშირებულ საკითხების ფართო გაშვებას გავაგრძელებთ ამ ნაწილს აუცილებლად. ეკონომიკის და ბიზნესის სხვა ყველა სიახლეს, რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ გაესმოთ ჩვენს ვებგვერდზე Business Insider-ში. მე კი დღეს გემშვიდობებით, ჩვენ დავბრუნდებით ხვალ.